მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი და დღეს გთავაზობთ 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპს ლომებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, მეოთხე მაღალი არკანი იმპერატორი, თებერვალს საკმაოდ სტაბილურად გაივლით, ამ პერიოდში მკაფიოდ გამოვლინდება თქვენი ლიდერული თვისებები და სურვილი რომ მეტად აკონტროლოთ როგორც საკუთარი თავი, ისე ზოგადად თქვენი ცხოვრება, გარკვეულწილად გარშემომყოფებიც. მოგინდებათ მოაწესრიგოთ საკუთარი საქმეები, ფინანსები, ყოველდღიური პროცესები, ფოკუსირებული იქნებით მნიშვნელოვან საკითხებზე და შეძლებთ პრაქტიკულად, გაბედულად და გონივრულად მოქმედებას. ამ პერიოდში გექნებათ მომეტებული პასუხისმგებლობის განცდა, სურვილი რომ კეთილსინდისიერად შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები და ბოლომდე მიიყვანოთ აღებული ვალდებულებები. სწორედ ამის ფონზე შესაძლებელია გაიზარდოს თქვენი ავტორიტეტი და იგრძნოთ პატივისცემა გარშემომყოფების მხრიდან. ამასთანავე შეიძლება მოიმატოს თქვენმა ამბიციებმაც, ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლებელია გამოავლინოთ ზედმეტი სიმკაცრე, სიჯიუტე ან გადაჭარბებული თავდაჯერებულობა, ნეგატიურ ასპექტში კი არსებობს რისკი, რომ ბოროტად გამოიყენოთ თქვენი გავლენა ან ძალაუფლება, თუნდაც შეუმჩნევლად საკუთარი სიმართლის ზედმეტად მკაცრად დაცვით. ამიტომ თებერვალში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ზომიერება და ეცადეთ მაქსიმალურად კეთილგონივრულად გამოიყენოთ ასეთი ძლიერი შინაგანი რესურსი პოზიტიური მიმართულებით. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების მეფე, საკმაოდ ცივი და რაციონალური ენერგიის ბარათია. თებერვალში მოგინდებათ თქვენი პირადი ცხოვრების გააზრება, დალაგება და მართვა. ნაკლებად იმოქმედებთ ემოციური იმპულსებით და უფრო მეტად დაეყრდნობით ლოგიკას, ანალიზს და მკაფიო ხედვას. ამ პერიოდში შეძლებთ საკმაოდ რთული, მაგრამ გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას, გაგიჩნდებათ სურვილი წინასწარ განჭვრიტოთ სამომავლო პერსპექტივები და აღარ დაიტოვოთ ბუნდოვანი თემები. იქნებით უფრო მკაცრი, მომთხოვნი და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტული პირობებიც კი წაუყენოთ საკუთარ თავს ან პარტნიორს. წყვილებისთვის ამ პერიოდში შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული სიშორე, ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს შეიძლება იყოს ფიზიკურ დონეზეც, თუმცა უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდება როგორც ემოციური დისტანცირება, როცა გრძნობებზე საუბარს ჩაანაცვლებს დუმილი და საკუთარ თავში აზრების დალაგების პროცესი. თვის მთავარი ენერგიის გათვალისწინებით, აქ ვერ ვხედავ მწვავე კონფლიქტებს, თუმცა შესაძლებელია არკანების ასეთი კომბინაცია, ზოგიერთი თქვენგანისთვის გამოვლინდეს ისეც, რომ პირად ურთიერთობაში არსებულმა დაძაბულობამ გიბიძგოთ ეგოისტური განწყობებისკენ. ამიტომ ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი. ამ პოზიციაზე ეს არკანი პირველ რიგში ურთიერთობის ოფიციალურ ეტაპზე გადასვლაზე მიანიშნებს. შესაძლებელია სწორედ თებერვლის განმავლობაში მიიღოთ ქორწინების გადაწყვეტილება, ან უკვე გაქვთ მიღებული გადაწყვეტილება და შესაძლებელია ამ პერიოდში გააოფიციალუროთ თქვენი კავშირი. ასევე არ არის გამორიცხული, ჩამოყალიბებული ურთიერთობის მიუხედავად, აქამდე ცალ-ცალკე ცხოვრობდით და ახლა გადაწყვიტოთ ერთ ჭერქვეშ გადასვლა. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს ბარათი შესაძლებელია ცოდნის შეძენის ასპექტითაც გამოვლინდეს, მაგალითად გადაწყვიტოთ სწავლა კვალიფიკაციის ამაღლებით და ამასთან დაკავშირებით მოგიწიოთ პარტნიორთან ერთად გეგმების დალაგება და გარკვეული საკითხების შეთანხმება. ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლებელია ისეთი რამ გაიგოთ პარტნიორის შესახებ, ან ისეთი რამ მოხდეს,
რაც პარტნიორის მიმართ თქვენს ნდობას კიდევ უფრო გაამყარებს, ან დაგანახებთ, რომ ურთიერთობა უკვე მზად არის, რომ უფრო სერიოზული პასუხისმგებლობები აიღოთ. ნებისმიერ შემთხვევაში თებერვალში თქვენ შეძლებთ იმოქმედოთ გონივრულად და გააზრებულად, გამოავლენთ ცხოვრებისეულ სიბრძნეს და თუ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ეს იქნება პასუხისმგებლობით და სამომავლო სტაბილურობის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მეორე მაღალი არკანი ქურუმიქალი, თებერვლის განმავლობაში ბევრ თქვენგანს არ გექნებათ აქტიურობის სურვილი, მეტ დროს დაუთმობთ ფიქრს, საკუთარ თავში ჩაღრმავებას და საკუთარ სურვილებში გამორკვევას. შესაძლებელია გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ ვერ ახერხებთ ამ სფეროში სრულად რეალიზებას და ამ პერიოდში ამ შეკითხვაზე პასუხისძიება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე აჩქარება და სწრაფი მოქმედება. თვითანალიზის პროცესში შესაძლებელია აღმოაჩინოთ, რომ ძველი ნეგატიური გამოცდილება ან დაუმუშავებელი კომპლექსები უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს გადაწყვეტილებებზე და თუ ასეა, გირჩევთ არ მოგერიდოთ, რომ დახმარებისთვის მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს. ასეთი კონსულტაციები და მუშაობა საკუთარ თავთან ამ პერიოდში ძალიან შედეგიანი იქნება. ასევე ეს ბარათი გულისხმობს ისეთ ურთიერთობაში შესვლას, რომელიც გასაიდუმლოებული გექნებათ სხვებისთვის, ან შესაძლებელია თვითონ ურთიერთობაში თქვენ დაუმალოთ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაცია ახალგაცნობილ ადამიანს, ან პირიქით ის გიმალავდეთ რამეს, მაგალითად უკვე იმყოფებოდეს ოფიციალურ ან არაოფიციალურ, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებულ ურთიერთობაში. ამიტომ გირჩევთ თებერვლის განმავლობაში იყოთ მეტაწინდახედულები, მეტი იმუშავეთ საკუთარ თავზე, ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით გაგიმძაფრდებათ და თუ ურთიერთობას წამოიწყებთ, კარგად გაანალიზეთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს თქვენმა ახალმა კავშირმა და ახალმა ადამიანმა. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვირდებათ თებერვალში საქმიანი სფერო, კვერთხების ორიანი, ამ პერიოდში მოგიწევთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება, მოგიწევთ ჩამოყალიბდეთ რას აპირებთ სამომავლოდ თვითრეალიზების კუთხით, შესაძლებელია ეს ბარათი გულისხმობდეს, რომ ამ პერიოდში მიიღებთ ახალ შემოთავაზებას თქვენი სამუშაო პოზიციის ცვლილების, ახალი მიმართულების ან პასუხისმგებლობის გაფართოების თაობაზე, თუმცა შესაძლებელია ასეთი ცვლილებების სურვილი თავად გაგიჩნდეთ და დაიწყოთ ფიქრი ამ მიმართულებით. ერთი მხრივ გირჩევთ არ აჩქარდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით არ აყვეთ ემოციებს, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია არ დააყოვნოთ გადაწყვეტილებების მიღება ხანგრძლივი პერიოდით. თქვენ ახლა გაქვთ კარგი შანსი სწორად განსაზღვროთ თქვენი საქმიანი მომავალი და მეტი თვითრეალიზების შესაძლებლობები. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. თასების მეფე. ამ პერიოდს საკამოდ მშვიდად და გაწონასწორებულად გაივლით, საქმის მიმართ გექნებათ შემოქმედებითი და ამავდროულად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, შესაძლებელია გაგიჩნდეთ ახალი კრეატიული ხედვები და იდეები, თუმცა არ იჩქარებთ მათ განხორციელებას. იმოქმედებთ დინჯად, გააზრებულად და შინაგანი თანხმობით. ამ პერიოდში მკაფიოდ გამოავლენთ დიპლომატიის უნარს და საკუთარი საქმის ღრმაცოდნას. იქნებით მსრუნველები, ყურადღებიანები და კეთილგანწყობილები გარშემომყოფების მიმართ, რაც ასევე პოზიტიურად განაწყობს სხვებსაც თქვენდამი. თებერვლის განმავლობაში ადვილად შეძლებთ გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობას და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებას. ამ პერიოდში შესაძლებელია მოგმართონ პროფესიული რჩევებისთვის და თქვენს მაქსიმალურ გულისხმიერებას გამოიჩენთ მათ მიმართ. ამავდროულად ასეთი დამოკიდებულება თქვენს მიმართ გაგრძნობინებთ თქვენს საჭიროებას, აგიმაღლებთ თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მონეტების პაჟი, ამ პერიოდში იგრძნობთ, რომ მნიშვნელოვანი შედეგებისთვის საჭიროა უფრო რეალისტურად შეხედოთ თქვენს შესაძლებლობებს,
გამორიცხული არ არის დაიწყოთ სწავლა, გადამზადება ან ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მომავალში კონკრეტულ შედეგებამდე მიგიყვანთ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია გქონდეთ მკაფიო ხედვა და იყოთ თანმიმდევრულები. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც მზად ხართ ახალი გამოცდილების დაგროვებისთვის, ახალი პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებისთვის და მცირე, მაგრამ დამაჯერებელი ნაბიჯებით წინსვლისთვის. გირჩევთ თებერვლის განმავლობაში ყურადღება მიაქციოთ ისეთ შემოთავაზებებს, ინფორმაციას და შესაძლებლობებს, რომლებიც თავიდან შესაძლებელია უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. რადგან ეს ბარათი გეუბნებათ, რომ სწორედ ასეთ მცირე დეტალებში იმალება თქვენი მომავალი წარმატება, სტაბილურობა და პროფესიული ზრდა. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების 4-იანი, თებერვალში პროფესიულ სფეროში განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობთ უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნების სურვილს და ნაკლებად იქნებით მზად რისკიანი ნაბიჯებისთვის. თქვენთვის მნიშვნელოვანია მყარად იგრძნოთ მიწა ფეხქვეშ, იცოდეთ, რომ რასაც ფლობთ არ დაგეკარგებათ, ამიტომ შესაძლებელია უფრო კონსერვატიულად მიუდგეთ ცვლილებებს და ახალ შემოთავაზებებს ან ახალ ინიციატივებს. თუმცა მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოთ, რომ უსაფრთხოების სურვილი გაუცნობიერებლად არ ჩამოყალიბდეს შიშად, არ ჩაიკეტოთ იმ ჩარჩოებში, სადაც მხოლოდ შენარჩუნებაზე იფიქრებთ და აღარ დაიტოვებთ სივრცეს განვითარებისთვის. თებერვალი კარგი დრო იქნება იმისთვის, რომ გაამყაროთ მიღწეული შედეგები, მაგრამ პარალელურად უნდა დაფიქრდეთ, რას უფრთხილდებით იმიტომ, რომ მართლაც ღირებულია და რას მხოლოდ შიშის გამო. რაც უფრო შეგნებულად და მოქნილად მიუდგებით გააზრების ამ პროცესს, მით უფრო შეძლებთ ბალანსის დაცვას სტაბილურობასა და წინსვლისთვის საჭირო გახსნილობას შორის. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს თებერვალში, მერვე მაღალი არკანი ძალა, ფინანსურად საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება თებერვალი თქვენთვის. აქ არ იქნება დიდ შემოსავლებზე საუბარი, თუმცა ვერც იმას გეტყვით, რომ შეიძლება გაგიჭირდეთ ამ პერიოდში თავის გატანა. გირჩევთ მეტად დაფიქრდით ამ სფეროზე, გაანალიზეთ თქვენი შემოსავლები და განსაკუთრებით ხარჯები, არის თქვენს ფინანსურ მენეჯმენტში გარკვეული სისუსტეები, ამიტომ მეტი ყურადღება არის თქვენი მხრიდან საჭირო, რომ დაალაგოთ თქვენი ბიუჯეტი და იზრუნოთ მატერიალური რესურსების გაზრდაზე სამომავლოდ. ამ ბარათის ენერგია გეუბნებათ, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი შინაგანი რესურსი, რომ შვიდი და გაწონასწორებული დამოკიდებულებით გააძლიეროთ თქვენი პოზიციები. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების რაინდი. სამყარო გირჩევთ, რომ არ გაჩერდეთ ფიქრის ეტაპზე, დროა გადახვიდეთ მოქმედებაზე და ამ პროცესში მნიშვნელოვანია გამოავლინოთ სიმამაცე, სისწრაფე და პირდაპირობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული საკუთარ თავში რა გინდათ და ზუსტად იცით, როგორ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ნუ დაელოდებით იდეალურ მომენტს, ის შესაძლოა თავისით არც დადგეს, მაგრამ თქვენ გაქვთ საკმარისი შინაგანი ენერგია, რომ თავად შექმნათ ასეთი მომენტი და შეუდგეთ საკუთარი იდეების რეალიზებას. ასეთი იყო 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპი ლომებისთვის. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, დააფიქსირეთ მოწონებით, რომ ეს ინფორმაცია მეტ ადამიანამდე მივიდეს, ხოლო თუ გსურთ, რომ ყოველთვე პირველებმა მიიღოთ მსგავსი პროგნოზები თქვენი ნიშნისთვის, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ რეგულარულად საუბრობ იმ პროცესებზე, რაც წინ გელოდებათ. კომენტარებში დაწერეთ, რომელი თემა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მაძლევს საშუალებას შემდეგ ვიდეოებში უფრო ზუსტად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები და თუ გითვლით, რომ გჭირდებათ უფრო ინდივიდუალური ხედვა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, გელით პირად კონსულტაციაზე, ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.